სიამოვნებით მოგესალმებით თითოეულს განსაკუთრებით პედაგოგებს და მოსწავლეებს. უმრავლესობის ეს ერთ-ერთი მონისტება და კარგი მონისტება, თავარი მონისტება ეს არის პირველ რიგში მოსწავლეებისათვის, რომლებიც უკვე აღარ მოსწავლეები და პედაგოგებისთვის, რომლებმაც არაერთი თაობას გაუყალიბებდა და მომავალში აპირებენ ამ საქმის გაგრძელებას. მინდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ თითოეულ დღეთაგანს. ეს უძვირფასესი დღე არის ჩვენ ქვეყნისათვის და ეს გვახსენებს ჩვენ ეს დღე 26 მაისი გვახსენებს 1919 წლის პერიოდს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო თავისი სახელმწიფოებრიობა აღიდგინა და როდესაც იგი ისევ გახდა დამოუკიდებელი, რაც დამოუკიდებლობა საქართველოს სახელმწიფოსათვის მთავარი ატრიბუტი იყო. ყოველთვის საქართველო იბრძოდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის და ხშირად წარმატებული იყო ამ ბრძოლაში და ერთ-ერთი წარმატება სწორედ 1918 წლამდე იყო და ეს რომ აღნიშნავ ამ ესეც ნიშანდობლივია, იმიტომ რომ ეს არის გამოშვება ასე ვთქვათ და 12 წლის სწავლის შედეგის შეჯამება და უკან მოტოვება მოსწავლეობისა. ეხლა მე თქვენ მოგმართავთ, რომლებიც გუშინ მოსწავლეები იყავით და დღეს უკვე გამოშვება გაქვთ. მე დარწმუნებული ვარ თქვენ არ დაგავიწყდებათ არც ერთი დღე გადაღებული თქვენს სასწავლებელში თქვენს პედაგოგებთან ერთად და მე ამას ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით მივუღებით, გავუფრთხილდით თითოეულ წუთს და ყოველთვის გახსოვდეთ თითოეული წუთი, იმიტომ რომ ეს მე როდესაც წავალთ ჩემი ასაკისაკენ, განსაკუთრებით ძვირფასი მოსაგონებელი იქნება. 2 წლის წინ მე შევდივარ ჩემი კლასელები და ჩვენ ვიყავით სკოლაში 42 წლის წინ, რომელიც დავამთავრებდა 42 წლის დამთავრებულები მივედით ჩვენს სკოლაში და აღელვებულები მთელი დღე გავატარეთ ჩვენ ეს ერთად და 25-დან შევიდრებთ მხოლოდ 20-ი სამწუხარო ცხოვრება თავისაშველა და ეს ყველაფერი თქვენ წინ გაქვთ, მაგრამ მაინც ხელოვნებები არის განსაკუთრებული. მე მაგალითად ვიხსენებ ჩემ გამოშვების საღამოს იმ პერიპეტიებს, რაც ჩვენ გვქონდა გამოშვების საღამოზე მეორე დღეს და ასე შემდეგ და ეს ყოველთვის თბილ მოგონებად რჩება. მე ვფიქრობ, რომ თქვენ არ დაივიწყეთ თქვენი პედაგოგების ღვაწლს, იმიტომ რომ ისინი მათ სამუშაო პედაგოგს ზოგადად სამუშაო საათები არ აქვს. მისთვის სამუშაო საათი მარტო ეს კი არ არის, რომ მივიდა სკოლაში, მივიდა და 2-ზე ან 4-ზე წამოვიდა სახლში. სახლში რომ მოდის, სახლში ყველაზე ფიქრობს და ფიქრობს მომავალ მეორე დღეს. ეს არ არის ხალხი, რომელიც მივიდა ქარხანაში, იმუშავა და წამოვიდა სახლში. თუმცა ხალხს ფიქრობს მეორე დღეს გასაკეთებელ საქმეს. პედაგოგი განსაკუთრებული ადამიანია, რომელიც უბრალოდ ფიქრობს და ფიქრის შედეგი არის ენში. ისინი ნაფიქარი ხართ თქვენ. იგი წერწავს ადამიანს, ის სულს წერწავს ადამიანის მომავალს, დიდი პატივისცემა და მოგრძალება თითოეულ პედაგოგს და მინდა აგრეთვე თქვენ მოსწავლეებს გითხრათ მადლობა, რომ თქვენ შეძენით და 12 წელი გაატარეთ სკოლაში, სასწავლებელში. ეს მძიმე საქმეა. მე 10 წელი ვსწავლობდი, ჩემს სკოლას 10 კლასი იყო გამოსაშვები და მაშინაც თითებზე ვიტვირით ერთი როდის დავამთავრებ სკოლას, თუმცა არ გავეცნო. ეხლა გულიწვება და თქმა უნდა და მეტი რო გამეტანებინა სკოლაში. გილოცავთ დღევანდელ დღეს პირველ რიგში ბავშვებს, ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებს და გილოცავთ პედაგოგებს და ორივეც ისურვებთ ერთობას და ერთად ყოფნა. სკოლა გრძელია, გზაც დიდი
ღია და ეს ისტორია ერთად გავაკეთე.